გამარჯობათ, მოგესალმებით. ვიწყებთ საქართველოს პარლამენტის სპორტის, კულტურის, ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ერთობლივ ხთომას. მანამდე ცალ-ცალკე ჯანმრთელობის და სპორტის კორუმი არის. დღის წესრიგთან დაკავშირებით შეკითხვები ხო არ აქვს ჯანმრთელობის და სპორტის კომიტეტის წევრებს? კეთილი. ქალბატონო ეკა გისმენთ თქვენ? კორუმი არის კულტურის კომიტეტიდან თუ არ კითხვები ვინმეს? არ არის ასეთი, ბატონო ვიქტორ გისმენთ? მოგესალმებით, სპორტის კომიტეტიც წარმოდგენილია, კორუმი გვაქვს. კითხვები როგორც ხვდები, არ გვაქვს და შეგვიძლია დავიწყოთ ხომა. კეთილი, დიდი მადლობა. თანათავმჯდომარეობო, მაშინ შეგახსენებთ, რომ დღის წესრიგში გვაქვს ორი საკითხი. დავიწყებთ პირველი საკითხის განხილვით. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის და საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენების განხილვა. მოხსენებელი ბატონი გიორგი კაკაურიძე, მოგესალმებით ბატონო გიორგი, საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე. წარმატებებს გისურვებთ, გისმენთ ბატონო გიორგი. დიდი მადლობა, მოგესალმებით. წარმოგიდგენთ ინფორმაციას 2024 წლის ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, ბიუჯეტი 2024 წელს დაიგეგმა 5.2%-იანი ეკონომიკური ზრდის მიხედვით, თუმცა ჩვენ ვნახეთ, რომ გაცილებით მაღალი იყო ეკონომიკური ზრდის ტენდენციები, საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღეთ რეალური ეკონომიკური ზრდა 9.4%-ის ოდენობით, ხოლო ნომინალურ გამოხატულებაში ეკონომიკა გაიზარდა 13.4%-ით და შეადგინა 9.6%-ით და შეადგინა 91 მილიარდ 891 მილიონი ლარი. ერთსულ მოსახლეზე გადაანგარიშებით კლიენტთა პროდუქტის მოცულობა 9141 დოლარი იყო. ინფლაცია მაღალი ეკონომიკური ზრდის მიუხედავად ბოლო 2 წლის განმავლობაში გვაქვს საკმაოდ დაბალი, წლის ბოლოს დაფიქსირდა 1.9%, თუმცა საშუალო წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 1.1% შეადგინა. მოგხსენებათ, ჩვენ მიზნობრივი მაჩვენებელი ინფლაციის ეროვნული ბანკის მიერ ეროვნული ბანკის წარდგინებით თქვენს მიერ განსაზღვრულია 3%-ის ოდენობით და ბოლო 2 წლის განმავლობაში უფრო ნაკლები იყო ინფლაციის მაჩვენებელი. რაც შეეხება ეკონომიკურ დაზემოქმედ ფაქტორებს, პირველ რიგში რა თქმა უნდა საგარეო სექტორი, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საგარეო სექტორის სამ კომპონენტს შევეხები. პირველი ეს არის ვაჭრობა. გასულ წელს ჩვენ საგარეო ვაჭრობის კუთხით ჰქონდა 23 მილიარდ 484 მილიონი დოლარი. ჯამში ვაჭრობა გაიზარდა 8.3%-ით. აქედან ექსპორტის მაჩვენებელი იყო 6 მილიარდ 560 მილიონი დოლარი, ხოლო იმპორტის მაჩვენებელი 16 მილიარდ 924 მილიონი დოლარი. ტურიზმის ნაწილში ჩვენ გასულ წელს ვიზიტორების რაოდენობა გაზრდილია 7.3%-ით, თუმცა თუ შევხედავთ უშუალოდ ტურისტული ვიზიტების რაოდენობას, ამ შემთხვევაში ზრდა უფრო მეტია 9%-ია და გასულ წელს ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 5.091.000 ვიზიტორი შეადგინა, რაც სრულად აღდგენაა უკვე 2019 წლის მონაცემის 100.2%-ია 2019 წელთან მიმართებაში. თუ ფულად შემოდინებას შევხედავთ, გასულ წელს ჯამურად მივიღეთ 4 მილიარდ 425 მილიონი დოლარი, ქვეყნის ეკონომიკა მიიღო ტურიზმის სექტორიდან და თუ ამასაც შევადარებთ 2019 წლის მონაცემს 135.4% არის აღდგენა, ანუ იგივე რაოდენობის ტურიზმმა 35%-ით მეტი შემოსავალი მისცა ქვეყანას საბოლოო ჯამში შეიძლება ესე გადავთვალოთ. რაც შეეხება ფულადი გზავნილების ნაწილს, აქ შემცირება გვაქვს, გასულ წელს დაახლოებით 21.3%-ით შემცირდა წმინდა ფულადი გზავნილები და 2 მილიარდ 993 მილიონი დოლარი შეადგინა. შემცირება გამოწვეულია მხოლოდ რუსეთის ფედერაციიდან გადმორიცხული თანხების შემცირებით, ვინაიდან 2022 წელს ომის შემდგომ საკმაოდ გაიზარდა და უკვე 24 წლის მეორე ნახევრიდან დაუბრუნდა მის რეალურ დონეს და ანუ მომამდელ დონეს და დღესაც თუ შევხედავთ უფრო ნაკლები რიცხება ყოველთვიურად ვიდრე ეს იყო ომამდე პერიოდში. სხვა ქვეყნების შემთხვევაში წმინდა ფულადი გზავნილების მაჩვენებელი გაზრდილია. რაც შეეხება უშუალოდ ნაერთ ბიუჯეტს, რამდენიმე მნიშვნელოვან პარამეტრს მოგახსენებთ. პირველ რიგში ეს არის ჯამურად შემოსავლები, რომელმაც შეადგინა 25 მილიარდ 722 მილიონი ლარი, მათ შორის ძირითადი წილი რა თქმა უნდა ჰქონდა გადასახადებს 23 მილიარდ 290 23 მილიარდ 290 მილიონი ლარი შეადგინა გადასახადების მაჩვენებელმა და აღსანიშნავია რომ
ამავდროულად 2.557 მილიონი ლარის ზედმეტად გადახდილი დერგის დაბრუნება მოხდა გასული წლის განმავლობაში. პრივატიზაციის მაჩვენებელი 559 მილიონი ლარი იყო, რაც დაგეგმილი მაჩვენებით თითქმის 112%-ია და კიდევ ორი მნიშვნელოვანი პარამეტრი, რაც ნაერთი ბიუჯეტს უკავშირდება, ეს არის დეფიციტი. ნაერთი ბიუჯეტის შემთხვევაში ჰქონდა დაგეგმილი 2.5% და საბოლოო ჯამში დაფიქსირდა 2.4%, უფრო ნაკლები ვიდრე გეგმიური მაჩვენებელი იყო და ვალის მოცულობაც დაგეგმილი 36.8%-ის ნაცვლად საბოლოო ჯამში მივიღეთ 36.1%, ანუ საკმაოდ ბოლო წლების განმავლობაში ხედავთ, რომ ტენდენცია ვალის შემცირების საკმაოდ მაღალი გვაქვს. რაც შეეხება უშუალოდ სახელმწიფო ბიუჯეტის ნაწილში, აქაც როგორც შემოსავლების ნაწილი, ასევე ხარჯვითი ნაწილი არის 100%-იანი შესრულება გვაქვს, გადაჭარბებით გვაქვს შესრულება, შეიძლება ითქვას, მათ შორის შემოსავლებით დავიწყებ, ჩვენ გასულ წელს ჯამში შემოსავლები ჰქონდა 21.858 მილიონი ლარი, რაც დაგეგმილი მაჩვენებლით 100.6%-ია, მათ შორის გადასახადები 20.196 მილიონი ლარი, 100%-იანი გვაქვს შესრულების მაჩვენებელი, გრანტები 335 მილიონ ლარზე მეტი იყო და 126%-ია, სხვა შემოსავლების შემთხვევაში 1.316 მილიონი ლარი იყო და აქაც 103.7%-ია. არაფინანსური აქტივების კლება, ანუ პრივატიზაციიდან სახელმწიფო ბიუჯეტის წილი მივიღეთ 301 მილიონი ლარი და 100.4%-ია შესრულების მაჩვენებელი, ხოლო სესხების დაბრუნების ნაწილში მივიღეთ 354 მილიონ ლარზე მეტი და თითქმის 115%-ია შესრულების მაჩვენებელი. რაც შეეხება ვალების აღებისა და დაფარვების მაჩვენებელს, გასულ წელს საშინაო ფასიანი ქაღალდების ემისიის ხარჯზე მივიღეთ 1.521 მილიონი ლარი, 1.411 მილიონი იყო საინვესტიციო კრედიტების ათვისების მაჩვენებელი, ხოლო ბიუჯეტის მხარდაჭერილი კრედიტების სახით მივიღეთ 327 მილიონი ლარი. რაც შეეხება ვალების მომსახურებასა და დაფარვას, გასულ წელს საგარეო ვალდებულებებზე მივმართეთ 1.957 მილიონი ლარი, ხოლო საშინაო ვალდებულებების ნაწილში 794 მილიონი ლარი. რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილს, გასულ წელს ჩვენ მოგეხსენებათ მაღალი ეკონომიკური ზრდის შედეგად ჰქონდა რესურსი, დამატებითი გადასახადო შემოსავალი და თქვენს წინაშე მეოთხე კვარტალში წარმოადგენდა ცვლილებები, ჯამში ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი გაიზარდა 900 მილიონი ლარით და შეადგინა 25.930 მილიონი ლარი, საბოლოო ჯამში საკასო ათვისებამ შეადგინა 25.956 მილიონი ლარი, რაც დაგეგმილი მაჩვენებლის 100.1%-ია. თუ შევხედავთ ჩვენ უწყებების მიხედვით, აქაც ცალსახად ჩანს, რომ ათვისება არის საკმაოდ კარგი, მათ შორის დიდი ბიუჯეტის მქონე უწყებებს რამდენიმეს მოგახსენებთ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შემთხვევაში 2.564 მილიონი ლარი იქნა ათვისებული და 100.8%-ია, გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნაწილში 757 მილიონი ლარი და 102.1%-ია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო 3.901 მილიონი ლარი იქნა ათვისებული და 100.3%-ია. რაც შეეხება სამინისტროებს, რომლებიც ამ კომიტეტების უშუალოდ ზედამხედველობის ქვეშ არის, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო გასულ წელს ერთად იყოთ მოგეხსენებათ და ჯამში ათვისებული იქნა 526 მილიონ ლარამდე, 100.6%-ია შესრულების მაჩვენებელი და ყველაზე დიდი ბიუჯეტის მქონე უწყება ჯანდაცვისა და სოციალურ დაცვის სამინისტრო 8.91 მილიონი ლარი იქნა საკასო ხარჯი და აქაც 100.2%-ია შესრულების მაჩვენებელი. ამ სამინისტროებში როგორც პროგრამების აგრეგირებულ მაჩვენებლებში, ასევე პროგრამულ დონეზე შესრულების მაჩვენებელი საკმაოდ კარგი გვაქვს. ასეთი პროგრამაში არ გქონია რაიმე ჩამორჩენა, მოგეხსენებათ წლის ბოლოს როგორც ერთ სამინისტროს, ასევე მეორე სამინისტროს დამატებითი რესურსიდან მათ გარკვეული თანხები დაემატათ. ჯანდაცვის ნაწილში იყო ძირითადად პენსიების ბენეფიციართა ზრდიდან გამომდინარე პენსიების დანაკლისი და ეს თანხა ანაზღაურდა, ხოლო სპორტის ნაწილში იყო ჯილდოების თანხა, რომელიც ჩვენმა სპორტსმენებმა დაიმსახურეს და ამ მიზნით დაემატა თანხები და შესაბამისად ანაზღაურდა ყველა ის მედლისზე დაფუძნებული ანაზღაურება, რომელიც იყო. დიდი მადლობა, ეს არის ძირითადი პარამეტრები შესრულებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მზად ვარ კითხვას კითხავს უპასუხო. დიდი მადლობა ბატონო გიორგი. ქალბატონო ეკა, ბატონო ვიქტორ, შეკითხვები. თხოვთ კომიტეტის წევრებს, თუ არის კითხვები. კულტურის კომიტეტი. არა. კარგით, მე მეკითხება, მაშინ ჯანდაცვის
ესეთი შეკითხვა გვაქვს, ბატონო გიორგი. კარგად მოგეხსენებათ COVID პანდემიის დროს, როდესაც ეკონომიკა პრაქტიკულად გაჩერებული იყო არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში, მაშინ საქართველოს საგარეო ვალმა პრაქტიკულად 71%-ს მიაღწია და ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ 2022 წლის შემდეგ 23-შიც და 24-ში გაგრძელდა ეს ტენდენცია, სადაც საქართველოს მთავრობამ მაქსიმალურად გაისტუმრა ეს ვალები რაც არის. რამდენ პროცენტზეა დღეს მაჩვენებელი ჩვენი საგარეო ვალი ჩამოსული? თქვენ გძანეთ, რომ 1.5 მილიარდი იყო მოზიდული და შემდეგ თითქმის 2 მილიარდამდე მოანდომეთ ვალების გასტუმრებას. ამისთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ფინანსთა სამინისტრომაც, ეროვნულმა ბანკმაც და რა თქმა უნდა, პარლამენტი და პარლამენტის წევრები ამას მივესალმებით. ასევე მინდა მეორე შეკითხვაც დაგისვას, ეს შეეხება გრანტებს. არა მარტო ზოგადად ბიუჯეტში 126% ბრძანეთ თქვენ შესრულება, არამედ ჯანდაცვის მიმართულებითაც, სადაც გრანტები იყო განხილული, ყველგან მაღალი პროცენტია, ზოგან 150%. ეს რასთან არის დაკავშირებული? ვერ იქნა ათვისებული გრანტები, თუ ზედმეტი შემოვიდა, თუ მინდა რომ ჩვენ მოსახლეობას მივცეთ ამ საკითხთან განმარტებები და მესამე შეკითხვა ეს არის, როგორია 2025 წლის საპროგნოზო მაჩვენებლები ინფლაციაზე, როგორი იქნება თქვენი აზრით ერთსულ მოსახლეზე წლის ბოლოსთვის მაჩვენებელი და რა თქმა უნდა მთლიანი შიდა პროდუქტიც. დაგაყარეთ შეკითხვები, მაგრამ რა ვიცი, ვერ დაგინდობთ. შეიძლება? კი ბატონო. დიდი მადლობა. თქვენი სებართვით უპასუხებ პირველ ორ შეკითხვას, მესამე შეკითხვაზე პრინციპში შემდეგი საკითხია და იქ რაც მოგეხსენებთ უფრო, ამიტომ ინფლაციის პროგნოზზე და მოსშეპოს პროგნოზზე შემდეგ საკითხზე ვისაუბრებ უფრო დეტალურად. რაც შეეხება ვალების ნაწილს, მართლაც 60% მიუახლოვდა 2020 წელს ვალის მაჩვენებელი, გამომდინარე იქიდან რომ ხარჯები გაგვეზარდა, შემოსავლები შეგვიმცირდა, საჭირო იყო დამატებითი სოციალური ხარჯების გაწევა, შესაბამისად მოგვიწია საკმაოდ დიდი მოცულობის ვალის აღება და საბოლოო ჯამში 59.8% იყო ვალის მაჩვენებელი, რაც კრიტიკული ნიშნული იყო. მაშინ თუ გახსოვთ, ჩვენ სავალუტო ფონდთან დავიწყეთ პროგრამა, რომლის მიზანიც იყო დაახლოებით 55%-მდე ჩამოგვიყვანა ვალის მაჩვენებელი. დღეის მდგომარეობით ვალის მაჩვენებელი ჩამოსულია გასული წლის ფაქტიური მაჩვენებლის მიხედვით 36.1%-ია მთლიანი შიდა პროდუქტთან მიმართებაში. წლევანდელი გეგმიური მაჩვენებელი რაც გვაქვს არის 35.5% ვალის და ყოველ წელს მომდევნო წლებში გვაქვს კლებადი ტენდენცია. რაც შეეხება გრანტების ნაწილს, გრანტის სამი კატეგორია გვაქვს. ერთი რომელიც შიდა გრანტები, ასე ვთქვათ, სიპებიდან მიღებული გრანტები, მაგას რაც დაგეგმილი იყო, იმაზე მეტი შემოვიდა. მეორე მიმართულება არის ბიუჯეტის მხარდაჭერილი გრანტები და მესამე, სადაც ჯანდაცვა ახსენეთ, ან კონკრეტული წყების კუთხით გრანტები გვაქვს. მიზნობრივი გრანტი, რომელიც კონკრეტული მიზნობრიობით მიეცემა კონკრეტულ წყებას სხვადასხვა დონორი ორგანიზაციებისგან. ჯანდაცვის ნაწილში გრანტები რაც დაგეგმილი იყო, იმაზე მეტი შემოვიდა საბოლოო ჯამში, ანუ როდესაც ვსაუბრობთ, რომ გადაჭარბებით შესრულდა ბიუჯეტი ამა თუ იმ უწყების, ეს არის სწორედ გრანტების ხარჯზე, რაც გათვალისწინებული იყო ასიგნებები შესაბამის უწყებაში, იმაზე მეტი გრანტი მიიღეს, აითვისეს ეს გრანტი. გრანტი შეიძლება გამოუყოს, მაგრამ ეს მრავალწლიანი და კონკრეტულ წელს რაც რისი ათვისებას მოხდება, სწორედ ის არის შესრულების მაჩვენებელში ასახული. მეორე წელს აისახება უკვე, რასაც მეორე წელს დახარჯავს. შესაბამისად, როდესაც გადაჭარბებით არის შესრულებული, ეს არის სწორედ გრანტების მეოზიდების ხარჯზე მიღებული გადაჭარბება. ინფლაციაზე და ნეშტ პროდუქტზე შემდეგ საკითხზე ვისაუბროთ თუ შეიძლება. ბატონო, დიდი მადლობა. შეკითხვები პარლამენტის წევრებს და ავსტრიის საზოგადოებას. კარგით, მაშინ თუ აქ შეკითხვები არ არის, ვინ არის, მოდი კენჭი უყაროთ პირველსავე საკითხს და მე მეორეს ალკე და ვინ არის მომხრე, რომ ცნობა იქნეს მიღებული და წარდგენილი საკითხი საპარლამენტო სესიას. დიდი მადლობა, წინააღმდეგი თავი არავის შეუგებია. დიდი მადლობა ყველას. გადავდივართ დღის წესრიგის მეორე საკითხზე. ეს არის ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ ინფორმაციის მოსმენა. ისევ ბატონი გიორგი კაკაურიძე, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე. გისმენთ ბატონო გიორგი. დიდი მადლობა. რაც შეეხება სამინისტროების ბატონო minister, მე მგონი ცალ-ცალკე უნდა უყაროთ კომიტეტებმა თვითონ საკითხს. კი ბატონო. სპორტის კომიტეტს ვთხოვთ კენჭი უყაროთ წარმოადგენის საკითხს. წინააღმდეგი ხო არავინ არის? კი ბატონო, მადლობა. კულტურის კომიტეტი. დიდი მადლობა, უკაცრავად. მადლობა ბატონო ვიქტორ.
გადავდივართ დღის წესრიგის მეორე საკითხზე. როგორც ზანეთ, გისმენთ ბატონო გიორგი. დიდი მადლობა. დავიწყებ ძირითადი მიმართულებებით. მოგეხსენებათ გასული წლის ბოლოს პარლამენტმა დაამტკიცა და მოიწონა მთავრობის სამოქმედო სამთავრობო გეგმა, სამთავრობო პროგრამა. სწორედ ეს პროგრამა უდევს საფუძვლად ჩვენს წარმოდგენილ ძირითად მიმართულებებს. რა თქმა უნდა, ამ 6 თვის განმავლობაში რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილებები სამთავრობო პროგრამის კუთხით არ შესულა და სწორედ იმ პროგრამაში გაწერილი თითოეული ღონისძიება და თითოეული მიმართულება არის წარმოდგენილი, რომ 4 წლიან პერიოდში ბიუჯეტის მიერ ბიუჯეტიდან იქნას დაფინანსებული და თუ რას ეფუძნება ეს დაფინანსება, აი მაგ პარამეტრებზე მოგახსენებთ ახლა. პირველი დავიწყებ, რა თქმა უნდა, ეკონომიკური პარამეტრებია, რაც თქვენთან შევათანხმოთ და თქვენი თანხმობის შემდგომ უკვე დავიწყებთ მუშაობას, რომ 1 ოქტომბერს თქვენს წინაშე წარმოდგენილი იყოს 2026 წლის ბიუჯეტის პირველადი ვარიანტი, რაც უკვე სასამართლო სესიის პირობებში თქვენთან ერთად მოხდება მისი საბოლოო ფორმირება. წლევანდელი ეკონომიკური ზრდა ჩვენ დაგეგმილი გვაქვს 6%-ზე, 6% არის რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, თუმცა პირველი 4 თვის მონაცემებით ზრდა არის უფრო მაღალი, 8.8%-ია პირველ 4 თვეში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი. მოსალოდნელია და რამდენიმე საფინანსო ინსტიტუტმა უკვე გააზარდა ჩვენი ზრდის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, თუმცა ბიუჯეტის დაფუძნება 4 თვიანი ანალიზის არ იძლევა იმ საშუალებას, რომ გადავხედოთ ბიუჯეტს. შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მინიმუმ 6 თვიანი შედეგებს უნდა შევხედოთ. მისი ანალიზის შემდგომ შეიძლება გავაკეთოთ უკვე ეკონომიკური ზრდის პროგნოზის ცვლილება და შესაბამისად ბიუჯეტი დაეფუძნოს ახალ მონაცემებს. მანამდე შენარჩუნებული იგივე ვარიანტი 6% არის შენარჩუნებული ეკონომიკური ზრდის მიმართულებით, ხოლო მომდევნო წლებში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი იქნება 5.3% საშუალოდ. ეს სულ მოსახლეზე წელს $9,900 პროგნოზირებული, ეს სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი, ხოლო მომდევნო წლებში ზრდის პარალელურად $13,600 აჭარბებს 2029 წლისთვის. რაც შეეხება ინფლაცია იკითხეთ ბატონო ზაზა, ინფლაციის მაჩვენებელი ჩვენ მოგეხსენებათ წელსაც და საშუალოვადიან პერიოდში 3% გვაქვს დაგეგმილი, პროგნოზირებული არის 3%-ის ფარგლებში. წლევანდელს თუ შევხედავთ, წელს უკვე დაუახლოვდა მის მიზნობრივ მაჩვენებელს, დაახლოებით 4 თვიანი საშუალო მაჩვენებელი 2.8%-ია, შეიძლება გარკვეულ პერიოდებში გადააჭარბოს 3%-იან ნიშნულსაც, თუმცა საშუალო მაჩვენებელი იქნება დაახლოებით მის მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს. მომდევნო წლებშიც იგივე ტენდენციას დაეფუძნება ბიუჯეტი, 3%-იანი მიზნობრივი ინფლაცია გვაქვს აღებული და სწორედ ამ ინფლაციის ფარგლებში იქნება დაგეგმილი თითოეული წლის ბიუჯეტი. რაც შეეხება ვალის და დეფიციტის მაჩვენებელს, პირველ რიგში დეფიციტს მოგახსენებთ, რა თქმა უნდა, დეფიციტი არ განაპირობებს ვალის მაჩვენებელსაც. ჩვენ მომდევნო წლების განმავლობაში საშუალო მაჩვენებელი დეფიციტის გვაქვს 2.5%-ი მთლიანში და პროდუქტთან მიმართებაში და ეს მაჩვენებელი საშუალებას იძლევა, რომ წლების განმავლობაში ვალის მაჩვენებელი იყოს კლებადი. საბოლოო ჯამში ჩვენი პროგნოზით ვალის მაჩვენებელი მცირდება 33.5%-მდე 2029 წლისთვის. რაც შეეხება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პარამეტრი, ეს არის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი. ჩვენ გასულ წელს ჰქონდა 4.4%. წელსაც დაახლოებით ამავე დონეზე ველოდებით და შემდგომ წლებში ეტაპობრივად კლებადი ტენდენცია, თუმცა საშუალოდ 4-დან 5%-ის დონეზე იქნება მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მაჩვენებელი. ეს არის ის პარამეტრები, რაზეც დაეფუძნება მომდევნო წლის ბიუჯეტი და ამ პარამეტრების შეთანხმების შემდგომ თქვენთან, რა თქმა უნდა, დავიწყებთ მუშაობას უკვე ბიუჯეტის ფორმირებაზე. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. დიახ, ბატონ ვლადიმერ, გისმენთ. დიდი მადლობა ბატონ გიორგი, ძალიან პირველი ნაწილიც ძალიან სრულფასოვანი იყო, როდესაც კარგად არის დაგეგმილი ბიუჯეტი და ხარჯვა ამასთან მიყვება, ქვეყნის სტაბილურობაზე ეს კარგად აისახება და სტაბილურობის ძირითადი გარანტი მაინც მშვიდობა არის და საზოგადოების მზაობა ერთად იყვნენ კონსოლიდირებული თავის ქვეყნის სისხლისათვის. ეხლა აქ მე მინდა ერთი შეკითხვა დავსვა მეორე ნაწილში პროგნოზებში. სავალუტო ფონდმა ჩვენ გაგვიზარდა 7.2%-მდე და ჩვენ მაინც 6-ზე თქვენ ბრძანეთ, რომ უშუალოდ 6 თვის გასულ მონაცემებზე უნდა ვიყოთ დაყრდნობილი და მე თუ მგითხავთ 9 თვეზე რო ვიყოთ დაყრდნობილი, უფრო რეალისტური იქნება. ჩვენ ყოველთვის ჩვენი ქვეყანა და სახელმწიფო და თქვენ სისტემის მართლობით ნაწილის შესაბამისი რგოლი სწორად აკეთებთ რეალისტურ პროგნოზს აკეთებთ. ანუ არა ოპტიმისტური გადახრით და რეალისტური. ეხლა შეკითხვა მაქვს. ეს სოფლიო ბანკის იმის სავალუტო ფონდის 7.2 ეს ოპტიმისტური პროგნოზია თუ რეალისტური?
მადლობთ. დიდი მადლობა. ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს სანამ საავადმყოფო ფონდზე ვიტყვი სამი სცენარი. რა თქმა უნდა, ესეთი სცენარი განხილული გვაქვს ნეგატიური, პესიმისტური სცენარიც, ვინაიდან სხვადასხვა რისკები არსებობს ჩვენ გარშემო და ამ რისკებს ვერ ავარიდებთ თვალს და მისი მატერიალიზების შემთხვევაში რა თქმა უნდა შეიძლება ეკონომიკაში უფრო ცუდი ტენდენციები იყოს, თუმცა რასაც უყურებთ პირველი 4 თვის განმავლობაში უფრო ოპტიმისტური სცენარისკენ მივდივართ, სადაც დაახლოებით 7% არის ეკონომიკურის და ჩვენი დღევანდელი პროგნოზი 7% არის ოპტიმისტური სცენარისკენ ახლოს, თუმცა საავადმყოფო ფონდმა რაც გამოუქვეყნა, მან ერთი პროგნოზი გამოუქვეყნა, ეს არის რასაც მოლოდინი აქვს რომ წლის ბოლოსთვის ჩვენი ეკონომიკა იქნება 7.3%-იანის და თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ რომ ჩვენ იმაზე რომ პროგნოზი შეიძლება ჩვენს განვაახლოთ, თუმცა რეალურად რომ ბიუჯეტი დავაფუძნოთ, უფრო მყარად უნდა ვიყოთ დარწმუნებული რომ არ მოხდეს რაიმე შეფერხება მერე იმ ბიუჯეტში. ამიტომ ჯერჯერობით ჩვენ მიუხედავად საავადმყოფო ფონდის უფრო მაღალი პროგნოზისა არ ვცდით ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს. დიდი მადლობა. კიდევ შეკითხვები? შეკითხვები არ არის. ბატონო შოთა. არა მაქვს, მაგრამ სანამ კენჭისყრაზე გადავალთ, არ შეიძლება არ გავიხსენოთ გუშინდელი ტრიუმფი ქართული სპორტის. ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა ჩვენმა ქართველმა მებრძოლმა, კიდევ ერთხელ მოიპოვა ჩვენმა თვალიშვილმა, მერაბმა დიდ წარმატებას მიაღწია. მე არაერთხელ მithქვამს და ეხლაც გავიმეორებ რომ სპორტი არის საუკეთესო საშუალება ჩვენი ქვეყნის წარმოჩენისათვის და დაინახეთ ყველამ რომ როგორი დიდი ტრიუმფი გამოიწვია თვით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ორჯერ მიულოცა იქვე ადგილზევე ჩვენს გმირ ბიჭს და ეს არის ქართული სპორტის დიდი გამარჯვება და მე ვფიქრობ რომ აი ესეთი დიდი წარმატებები სპორტში ჩვენ ქვეყანას ერთიორად და უფრო მეტად წარმოაჩენს. კიდევ ერთხელ მინდა მთელ საქართველოს თქვენ მოგილოცოთ, მერაბს მიულოცოთ, მის ოჯახს მიულოცოთ და წარმატებები ჩვენ სპორტსმენებს. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ბატონო შოთა. აუცილებლად ბატონო შოთა მადლობა, შეუერთეთ ამ მილოცვას, მიულოცოთ მერაბს ეს დიდი წარმატება და სასიამოვნოა რომ ეს ეკონომიკური ზრდა გვაქვს ჩვენ მომავალ წლებში და იმედია რომ ეს აისახება სპორტის ბიუჯეტზედაც, ვინაიდან თქვენ თვითონ აღნიშნეთ რომ ბევრი თანხები გამოიყო სპორტსმენების ასე ვთქვათ ჯილდოებისთვის და ჩვენ ამ გზას მივყვებით და მომავალშიც გაიზრდება დარწმუნებული ვარ ეს მაჩვენებლები ჩვენი და ამიტომ დიდი იმედი გვაქვს რომ სპორტის ბიუჯეტით შესაბამისად აიზრდება და აისახება მომავალ წლის ბიუჯეტში რაც ჩვენთან შემოვაქვს და ვიმსჯელებთ ერთად ბატონო. მადლობა კიდევ ერთხელ. ხო არავის სურს კიდე გამოსვლა სიტყვის თქვა. მაშინ წინადადებით შემოვალთ რომ ეს ინფორმაცია იქნეს ცნობად მიღებული და დავიწყებთ ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დაცვის კომიტეტის წევრებით. ვინ არის მომხრე? დიდი მადლობა. სპორტის კომიტეტის წევრებს თქო ცნობად მივიღოთ. მომხრე ვინ არის? წინააღმდეგი არავინ არის. მადლობა. კულტურის კომიტეტი. დიდი მადლობა. მადლობა ბატონო გიორგი. როგორც სულ ადეკვატურად შევდეკობთ და მინდა გისურვოთ თქვენ და ჩვენ საქართველოს თქვენ სამინისტროს რომ პროგნოზი იყოს მხოლოდ ოპტიმისტური და თუმცა ისიც გქონდეს მარაგში. დიდი მადლობა ყველას, წარმატებებს გისურვებთ, წარმატებული კვირა.